გაუმარჯოს. პირველი ვლოგი ჩემი ოთახიდან. მოკლედ. აი, მოგწიოთ. ცოტა ახლო ერთი წამით რა. აი ეს. დადეკ. ყავაც მოვიტანე, იგი კი არა, უბრალოდ არ მაქვს კამი. ეხლა ვფიქრობ, იონეს ოთახში არის ერთი სკამი. ის გამოვიტანო, ოღონდ რა თქმა უნდა შესაძლოა. ძალიან მაგარი სკამია იონესთან რაც არის და აი საოფისე სტილის რაღაცა ძალიან მაგარი სკამი. ხო და მაგას გამოვიტანე. და ოღონდ გადასაფარებელს შევუკერავ. ანუ იცი როგორ უნდა ჩვეულებრივ სწორი და აქეთ იქით აი ბალიშის სამოსაკრავები რო ეგე უნდა ისექნა რომ აქედანაც წამოვაცო და აქედანაც და უბრალოდ იჯდეს რა სხვა არაფერი. საფენზე ვზივარ ეხლა მე რადგან დაბლა არ დამჯრაიყავი და ვიცა მოვიწევ და მოვთავსდე. გვიანია უკვე 5 წუთია. 20 წუთია 5. ბოლოში არ გავსულო. მაგრად დავიღალე. და თან ფეხმაც აქავა არ გამარჯვებაო მითხრა. კარგად დავიღალე, მაგრამ ღირდა. საამისოდ. ეხლა ვფიქრობი, ჯერ მეთქი შორენას გულის გასახით კათაბანოში შევიდე მეთქი თუ ვიდეო ჩავწერობ და ისე დავინდე შორენა და ჯერ მეთქი ვიდეოს ჩავწერ. და ვიდეოს ბოლოს განახეთ საბოლოო ეტაპს, კი არა, საბოლოო სახეს ჩემი ოთახის. ხო, ერთი ბინადარი ყავს აგეკა, ობობა და მოვიწყდა რომ შესასწრებით მქონდა ჩართული კაცი მიმეშვირა და ჩამომეკდო. ნინ ბარბარე. შენ ახლა? შენ აკნავი? ნინო მოვიდა? მე მეგონა შენ აკნაოდი, ცოტა ჩაუწი. ორ კაია ყავაღმერთომ დაღლილზე. მოკლედ დავიწყოთ თავიდან თუ სად გავჩერდი გუფინდელ ვლოგზე დილით, რომ სამსახურში მიდიოდი, ვაპირებდი დავრეკო მეთქი საწოლთან დაკავშირებით მეთქი და ასე და ისე და ისე. აი ესეთ ხმების გაკეთება მომნატრებია. ანუ ეხლა ჩვეულებრივ ამით მაქვს შეკრული, მაგრამ რეზინით, რამდენი ხანი რეზინით მარ შევიკვლია და ყოველთვის ესე მქონდა ხოლმე და იმენად მომნატრებია, რომ მომწონს ეხლა ესე რომ. ხო, ერთი მაია მითხრა სქელი ფარდა იყიდეო. მოუხდებაო და ვფიქრობდი რომ არ მეყიდა. და ვიყიდე 3 მეტრა ეს ფარდა რაც ეხლა ფენია და თუ კიდია და განახეთ და ვფიქრობდი რომ არ მინდა მეთქი 3 მეტრა რა ამბავია 2-ს ვიყიდი მეთქი და მე მივხვდი რომ ანუ თუ გინდა რომ ლამაზად იყოს უნდა იყოს სპორით თუ რაც გინდა როგორც გინდა რანაირადაც. ხო რაც შეეხება იატაკზე დადებული ფარდა არ მიყვარს საშინლად ანუ ვერ ვიტან რა ხელს მიშლის აი იონესთან ოდნავ ეხება მანდ რომ ეგ ოთახი გააკეთეს ჩემმა მადლმა და მადლთან მათი ოთახი იყო ეგ ფარდა იმ დროინდელია რა და აღარ შევცვალე. ხო და ესე დაბლა ედება და ვერ მოვაჭრი, იმიტომ რომ დაბლა ის რაღაცა მავთულივით რო გაყრილი ეგეთია და მაშინ რომ ახლა ის დავალებ თავი იყოს წელსაც და იქნება მომავალ წელს ვუყიდო მაგასაც ფარდა. ხო და ეგეც რო გავუკეთე და შევხედე, მივხვდი რომ სქელი ფარდა უნდა კი. ოღონდ ეგეც ღია. რა ხდებოდა თეყვანს? ხვალ გააკრება? 12-ზე? თუ 11-ზე გააკრება? შენ როდის აქ გაკვეთი? 12-ზე მეწავა და ერთად უნდა გქონდეს. მოდი ხა. ხო აბა.
ვიდეოს წერი ხლა აღარ გამაწყვეტინო, მე მეშლება ხოლმე სადავარ და სად ვიწყო და სად ვიმთა. ხო და ვიყიდი ფარდას აუცილებლად, ოღონდ აი ან ფერს, ან უფრო მოყავისფროს, შიგნიდან, ქვეშიდან და კრას ჩაჯდება ყველაფერში. ძალიან ყავისფერს არა, ეგეც არა. ისე რა ლაითად. ქვეყანა არჩევანი. ფარდასაც შეეხება ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზია და ზუსტად ისეთი როგორც წამომედგინა. ძალიან სწრაფად შევკერე. ძალიან სწრაფად. ხო, შპილკებით კიდე მეყოყიერა და დამრჩა. მოკლედ ამ წუთას ამ ოთახს აკლია გამოწმინდა. კი რა ყველა ოთახს აკლია, მაგ ეტაპზე მივედი რა. ეხლა შემოვიქროლებ და სანამ ვიდეო აიტვირთება და ეგ არის და ეგ. ხო, ნინო, ეგენი ეგრე იყოს რა, ეხლა გამოწმენდა და ყველაფერი უნდა გამოვზიდო აქ. არ მურჩევ დღეს იმდენი საქმე, კიდე იმდენი რომ რა იყოს ეს შემოდრები უნდა გამოვიტანო, ამოვალაგო აქ, რას ვალაგებ აქ, რას ვალაგებ ისე შემოდრებში და ვფიქრობ, რომ ის შემოდნები აი აქ დაიტევა სამივე რო შევიდო და საკიდები მაღლა საკმარისი იქნება ლაშას. ჰა. ეს ამა მოკვდავია. ვერ მოუსწარი, იმიტომ რომ ერთი 9 საათის წინ წავიდა. არა, ფეხი წავიდა, ერთად უნდა წავიდნენ ვინცხა, ვინცხები. ხო. მოკლედ გუშინ წავედი. ხო, ჯერ პირველი რიგში მე ვიდეოში გთხოვეთ თქვენ, რომ დღევანდელში არა გუშინდელ ვიდეოში გთხოვეთ თქვენ, რომ ძალიან გთხოვთ მეთქი დამიწერეთ საწოლთან დაკავშირებით თუ არ იმის შანსი რომ იყოს განსხვავებული, თუ არ იმის შანსი რომ არ ემთხოვდეს ავეჯს და იყოს სხვა ფერი როგორ აი ხა იასამნის ფერი და მწვანე და რაღაცა არა, მოკლედ რა ხო მიხვდით რომ ანუ ამ ყველაფრიდან სხვა ფერი. ძალიან დიდი მადლობა თვითონ თქვენგანს, ვინც ობიექტურად დამიწერეთ, აზრიანად დამიწერეთ და ძალიან ბევრმა პირადშიც მირჩია და პირადშიც ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ რომ დაურეკე და რაღაცა მე გეტყვით, ცხრის მოვიქხავი და ბოლო ხანებში ძალიან ხშირად მიფყალება. ბარემ კარგად დავიფხავ. რომ დავრეკე და რაღაცა მაგას მე გეტყვით. მოკლედ დაახლოებით 50-50-ზე გაიყო თქვენი მოსაზრება. ანუ ბევრმა დამიწერეთ რომ სხვა არის და მოვარდნილია საერთოდ, ბევრმა დამიწერეთ რომ მსგავსი შემთხვევა ქონდა და იყიდეთ სპალნა თუნდაც ახალი და კი საწოლი სრულად განსხვავდებოდა, ყოფილა თურმე ეგეთი შემთხვევა. ხო და ერთია თქვენ რო ხედავთ კიდე რა, ანუ ეკრანზე და ერთია პირადად შეხება რომ აქ ხა და ვნახულობ. ხო და ანუ ეხლა მე ვატყობ რომ ეს არაფერ შუაში არ არის კი ამასთან. ერთი ის არის შუაში რომ ამასაც ხის ფაქტურა აქვს და ხის ეფექტი აქვს. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კარგი მესენჯერში თუ WhatsApp-ში თუ Viber-ში, რომელში ანუ რასაც მე ვფიქრობდი ზუსტად ანალოგიური ის მომწერა ერთმა ადამიანმა და მადლობა შენ დიდი იცი და როგორ შენზე ვამბობ. რას ვფიქრობდი მე? ხო და მაგას შორიდან უფრო სხვანაირია დაინახო და რეალურად სხვანაირია რა. ბუზივე მივასიკვდილე და იცა მოგივლი. მოკლედ არის შემთხვევები, როდესაც ჩამოდის ავეჯი კი იმაში და ავეჯს სჭირდება რესტავრაცია, ან რაღაცა ძალიან ხე აქვს დაზიანებული და იმას ცვლიან. ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა მასეთი და რესტავრაციის შემდეგ აღარ ჯდება იმაში, რაც უნდა იყოს. ეგეთი რაღაცაც ხდება. მივიღე ძალიან ბევრი რჩევა. მადლობა მაგისთვის, რომ ზოგმა დააბრუნე აუცილებლად, ზოგმა ესე, ზოგმა ისე, ზოგმა ყველაფერი ჩაუტანე და მიეცი და რაღაცა და რაღაც. ზოგმა საერთოდ ისიც დამიწერა, რომ ესე სწრაფად არ უნდა აგერჩია და ჯერ უნდა კარგად გენახაო, რა ვიცი ხა.
ვიდეოში რამდენი წუთი ვეძებდი, რამდენად დილას ვეძებდი, რამდენი საათი ვეძებდი, ყველაფერს ვარ ვიტყოდი, ყველაფერს ვარ გადავიღებდი, ხო? 1-2 საათი შემვიარეთ მაღაზიები. ხო, ზოგმა ეგეთი რჩევები მომცა, ზოგმა საერთოდ დამიწუნა სად რა მიდევს ის და ძალიან შემოვარდა საძინებელში პირდაპირ პიჟამოები აცვია ახლა, სავარაუდოდ ამაღამ აქ დაწვება. ანუ მე ვიკითხე რა, ხალხო რას ფიქრობთ ამ საწოლთან დაკავშირებით მეთქი, ხო? რომ რაღაცა ვერ ვამთხოვ რა და თქვენ როგორ ფიქრობთ მეთქი. ეს ვიკითხე. არ მიკითხია, სად რა დავდგა, სად როგორ დავდგა, სად რა გავაკეთო, რა გადავაფარო და დავწვე თუ არა. მაგრამ ზოგი ჩაწვა. ეხა ქაწვანა და ზძინავთ. პიჟამოებით არიან, მოვიდნენ წუხანდელაკეთია, აქ არიან. ბოდიშით? არა რა ბოდიში, დაგბლოკეთ. მეც ძლივს ვეტევი ამ სახლში არ მინდა, რომ შემოვიდე და საძინებელში იწვეთ და რა ვქნა მომკალით. ხო. ანუ სხვა რაღაცა ვკითხე და სხვა რაღაცები მან ვისათხნეს, რა ძალიან ჩაიფოთხმეტნენ აქ. აიმე ერთი ბუზი შემოვიდა და რამის არის ყავაში ჩამიხტეს. გარეთქენი რა დავალაგე და თმები არ დაყრდებს, უნდა გამოვაწმიდო, მაგრამ მაგასაც ადვილად მოიხსნი, გარეთ ოღონდ, სუსუ გარეთ. ხო, ასე. პარალელურად იმისა, რომ თქვენ იმას ვიღებდი, მესიჯებს, კომენტარებს, რჩევებს და მადლობა დიდი ამისთვის. ზოგმა წაიღეო, მიწერდით, ზოგს მოგეწონათ, რომ რაღაცა ძალიან კონტრასტულიაო და უხდებაო და რაღაცაო რაღაცა. ამის პარალელურად მე ხო სამსახურში წავედი და ეხა ხო დავრეკე არა. ხა რა მითხრეს და მე ბოლოს რა გადაწყვეტილება მივიღე, მაგასაც გეტყვით. ნუ მოკლედ დაურეკე იმ ქალბატონს, ვისთანაც გავაფორმე მე ყიდვა-გაყიდვის რა ვიცი რაც არის. ვისთანაც გქონდა ესე ურთიერთობა და ვინც დამიტოვა ნომერი, ამას დაუკავშირია, რომ ვინც უშუალოდ გვანახა ეს ავეჯი ის ქალბატონი, ქარი. გასულიაო და რა წამსაც მოვაო და გირეკავო. ანუ აუხსენ კი, მახსოვხარო როგორ არაო ესეო და ანუ ამან არ იცოდა რა რეალურად რა მოხდა. ესე არის მეთქი და მაინტერესებს რა მიხوار შეგეშალა თქო. თავი ის არის მეთქი, რაც მანახის, ის არის მეთქი და რაღაცა და სარკესთან დაკავშირებითაც მეთქი, აი საერთოდ არ ეტყობა მეთქი, მაგრამ თვითონ მითხრა რომ შეგიცვლით. აუცილებლად გადავწევ ცოტა ხანში და გირეკავთ. დაახლოებით 9 საათში მქონდა ისევ კონტაქტი რა და მოკლედ, ანუ ეს ავეჯი რო ვიყიდე და მე თო როგორ მიდახლა ის გადავყლაპო. ძალიან ბევრი ახალი შემოსული იყო რა ესა ყველა მაღაზიაში სადაც ვიყიდეთ. აი ერთი დეტალი რო ქონდათ გამოტანილი, მეორე დეტალს ვერ პოულობდნენ, იმიტომ რომ ახალი შემოსულიაო, კონტეინერებსაც კი ველოდებითო და არ ვიცითო სად რას ვალაგებთ. მარტო ერთგან კი არ იყო ყველგან ეგეთი ქაოსი. ხო და თავი რო გვანახა დადიოდა ამ ძირის საძებნელად. ხო ბევრმა დამიწერეთ რომ ეგ ეიციანო და ფერისტები არიანო და ძალიან კარგი იცოდა რა იყო და რაღაცა ეგ ხა სხვა თემაა და ღმერთმა გაუმარჯოს თავის სიმართლეში. ხო და რო ვკითხეთ, ანუ ამის სად არის ამის ფეხები, ან როგორია თქო რო ვკითხე ფეხები რა, ანუ ეს ხო ძირი და ისაო ხის ფერიო. და აი ამას არ ვიცი თქვენთან როგორ ეტყობა და რამდენად ატყობთ თქვენ. არ ვიცი როგორ დაგანახოთ ამ ეფექტი აქვს ხის აი ზოლებში ეტყობა ნახეთ ეს რაღაცეები სიფკრემით უნდა გავაცალო მასწავლეს. ხო და დღეს და ხვალ არ ვაპირებ რა არა მაქვს სიფკრემი და ვიყიდი და გავაცლი შემოვლილი ყველაფერს. ხო და ჩავთვალე რომ ხის ესეთი და კაი მეთქი ნუ აიძებთ თქო რა ზოგადად რაღაცას რომ ვყიდულობ და ესეთი ურთიერთობას რომ რაღაცა თბილს და ტკბილს და იმას მე თვითონ ვცდილობ ხოლმე რომ აი აღარ ვაწვალო რა აი ელემენტარული ტანსაცმლის საყიდრად რომ მიდიოხ ხოლმე ბევრს რო გადმომილაგებენ აღარ გინდა აი აქედან ამორჩევ ესეთი ის მაქვს ხოლმე დამოკიდებულება. ხო და ამ ქალმა მითხრა რომ ხის ფერიო და ასეთი ჩავთვალე.
მოკლედ მე რომ მქონდა კომუნიკაცია და რაღაცა ამ ქალმა დაიფიცა მართლა ეგ არისო ჩამოსულიო იმაში რა ქვია ნინო ტელეფონი შენ ჩართე ახლა რა ქვია მას მოკლედ სეტშიო მართლა ეს არისო ჩამოსულიო არც რესტავრაცია არ გაგვიკეთები არაფერიო ეს არის მართლა ეგ არის ჩამოსულიო და ანუ ეგ მაღაზია არ ყიდის ცალ-ცალკე იმას აქვთ საძინებლები აქვთ ზალის ტახტი ეგ 5-ეული 4-ეული 6-ეული და ეგეთი რაღაცა ანუ ცალობაში არაფერს არ ყიდიან რა სხვაგან იყო ეგე რომ ანუ აგეწყო რაღაცა ალაგ-ალაგ ეყიდა ხო მე გიქნებ შეგეშალათ და სხვადასხვაგან სხვადასხვა გაგზავნეთ არაო მართლა ეგ იყო ჩამოსულიო ნუ მე ის ცალკე თემა რომ ერთი კაცი მოვიდა და აწყობაში ლაშა რო არ დამხმარებოდა ვერაფერს ვერ გააკეთებდა ეგ კაი ეგ ცალკე ეგ ხო მე სარკეზე ვუთხარი სარკეც იგივეა მეთქი მოტანილი არა და თქვენ შემპირდით მეთქი რომ ამას აუცილებლად გამოგიცვლით და აი მაგაში კი ეგ ნამდვილად დამავიწყდაო მართლა დამავიწყდაო ვიციო გითხარიო მაგრამ აი საერთოდ ამომივარდა თავიდან. ბევრმა თქვენგანმა დამიწერეთ რომ სარკე წაიღე, სარკე რაღაცა, ნუ იმ სარკესაც განახებთ ვიდეოს ბოლოში, რაც აქ და როგორც აქ. ძალიან კაი სარკე არის. ძალიან უმნიშვნელოდ აქ, ანუ რომ არ ეთქვა რომ ამას შეგიცვლით, შეგიცვლიო, გამოგიჭრით და ახლა გავაკეთებთ, არც პრეტენზია არ მექნება. ნუ კაი. მოვედი მოკლედ სამსახურიდან გოში მოვედი გვიან 7-ის მერე რაღაცების მილაგება დავიწყო გითხარით კიდეც რომ არ მინდოდა რომ ამცრუებოდა და მეთქი აი რაღაცა გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდე ნუ იმ ქალს დავევშვიდობე არ მიკამათი არაფერი დამიფიცა რომ ესე იყო და მეთქი კაი მოვედი გარეთ რომ ბევრი საწოლები მქონდა გაუბერტყე რაც შიგნით იყო ანუ სუფთად რაც შენარჩუნებული იყო რაღაცა მე ხო ერთმანეთში მქონდა გადაფუთული და დანარჩენი გადმოუყარე რომ ეხა დღეს ვრეცხავდა გავრეცხე უფრო სწორად და შრება რომ დავაბინაო და დავიწყე საწოლი ავხადე და დავიწყე ამ სათავსოში ამ ყველაფრის ჩალაგება ნუ ჩავალაგე რაღაცა გადავაფარე თეთრეული გადავაფარე ადიელა ეხა ცოტა შეილახა გადაფარებული, იმიტომ რომ ლაშას რაღაცებს ვალაგებდი რომ გავისტუმრეთ და ჭაღიც დავკიდეთ და მოკლედ რა ადიელა შევეხე მოკლედ ეს ავწეწმივწეწ მომწეტება და არა უშვა. რო ჩავალაგე ის მოკლედ და რო გადავაფარე. დაბრუნებას არ ვაპირებ, იმიტომ რომ არის საწოლი უმაღლესი ხარისხი. არა მარტო ისო აი მე რა ხარისხი რაღაც აი არა საწოლი არის ძალიან მაგარი ხალხო ყარი რკინის კარკაზით კონსტრუქცია რკინის გარშემოა ხე სათავსო აქვს უზარმაზარი ყველაფერი ჩავალაგე და აქვს კიდე ადგილი და კიდე რაც დავრეცხე ხა დიდი ადიელების სიცოცხლე ჩავდო ჩალაგდა იდეალურად და კიდე რავი ერთი იმდენი კიდე ჩაეტევა ალბათ აი უზომოდ მომეწონა რომ შეხება მქონდა უკვე რომ კარგა გავასუფთავე დავაბინავე გადავაფარე ზუსტად ესეთი ფერი და მაგიტო ვფიქრობ რომ ავი ისა ფარდას ცოტა ესეთ ფერს ვიყიდი და საერთოდ კაციშვილი ვერ იტყვის რომ რაღაცნაირად ამოვარდნილია იმიტომ რომ პარკეტის ფერს უხდება პარკეტის ხის მოყვანილობას და რაღაცა ზუსტად იმეორებს ის საწოლის თავი ოდნავ მუქები აქვს ტრილიას და იმებს ეგ ყველაფერი ზედამხარეები მოკლედ შევკარი ყველანაირად ვეცადე რომ შევეკლე აი ფარდასაც რო ვიყიდი საერთოდ ძალიან იდეალურად იქნება და მივედი დასკვნამდე და გადაწყვეტილებამდე ზოგადად რაღაცა რო ხდება ესე იგი ეგ უნდა მოხდეს რა ანუ გატეხილი რო ყოფილიყო და ზიანებული რო ყოფილიყო და რაღაცა ანუ თქვენი თქმა კი ადამიანები მართლავი აი ჩემ ზოგზე მოვიკიდებ და წავიდებ მარა საწოლი არის იდეალური. ხო. რა? სუფთად და იმათ რომ ეგღამა ხო იცი. ხო და ესეთი ის ქონდა.
გუშინდელი დღე რა, ანუ ესე დავშორდით მე და ის ქალბატონი სიტყვიერი ჩვეულებრივ რაღაცა სარკეზე კიდე რა გადაწყვეტილება მივიღე, ესეც სარკები იყიდება. ჯერჯერობით საერთოდ არ აყვირის არც ისეთი ხო ბევრმა დამიწერეთ რომ კატეხილი სარკი არ შეიძლება, უი ჰაი ჰუი ჰაი ჰუი ჰაი ჰუი. პატარა სარკე მაქვს, რომელსაც ვიყენებ ხოლმე ის საუკუნეა კატეხილია. ხო და ანუ ის რომ ბავშვობაში რო გვეუბნებოდნენ კატეხილ სარკეში არ ჩაიხედო და რაღაცა ეგ ჩემთვის არის ძალიან დიდი ცრურწმენა და საერთოდ არ მთრუგუნავს აი ეს პაწაწინა ნატეხი რო აქვს. მაგას მე ისე გავაკეთებ, რომ საერთოდ კაცშვილი ვერ შეატყობს. მე თვითონაც ვეღარ შევატყობ, რომ რა მისჭირს. მე თვითონ გავარესტავრირებ. ხო, ბევრმა დამიწერა, რომ ამ ხელაფას მისცე, მიეცი და იდეალური, ანუ უნდა ყოფილიყო და არ არის მასეთი და რაღაცა, მოკლედ. ზოგი საერთოდ გაოცდა, რომ უიო მეორადიო დამხელაფასიო, კი მეორადი ვიყიდე საძინებელი და არა ტრუსიკი. ბოდიში. კი და ისავე მაგფასა თუ ახალსაც იყი, კი გამოცდილება მაგ ჩემმა ახლობელმა იყი და მაღაზიე ძვირი მისცა კი. მე 3500 მივიცი მეორადში და სადღაც 5000 რაღაცა მისცა იმაში. იყო გასაცურებელი კარებებით და ისე მოიჭღანა, ისე მოიბრიცა, რომ შუაში აქ გაჩერებული მატრასი რაზეც დევს ისიც ჩავარდა და აი გარი ახალი ყველაზე არ ვაფრთხ, რა თქმა უნდა, მანდაც არის ხარისხები, მაგრამ ზუსტად მაგიტო მინდოდა მეორადი თურქულს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, იმიტომ რომ ვიცი რომ ესეთია მაქვს შეხება იმ ადამიანებთან, ვინც იყიდა და ძალიან მაგარია და მაქვს იმ შემოსთანაც შეხება, ვინც იყიდა და დილით რო გაიღვიძა პრუჟინა თელკბილაში ჰქონდათ გაკეთებული. ეგეც ვიცი. ამიტომ მე მეორადებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, იმიტომ რომ მეტად გამძლეა. მეტად გამძლეა იმ ახლებზე. და მე არა მაქვს პრობლემა და ვისაც მეორადის ის ხსენებაზე გაჟიალებთ, ესე თქვენ ძალიან შიგ ევროპაში ხართ და მე ბოდიში. მე ალბათ რავი 95 საუკუნემდე თუ ვიცოდი რა, ყვავი ხარ 22-მდე კაი ხო, ძალიან არ მინდა. კი ძალიან გავწელე. ალბათ ისევ მეორადებს ვიხმარ ყველაფერს, ყველაფერს. ტანსაცმელებსაც ვყიდულობ მეორადებს, იმიტომ რომ ხარისხიანებია და კარგად ვიყენებ და საერთოდ არც გვარიშვილობიდან ავვარდები და არც პაპაჩენი ტრიალებს საფლავში. რა. არც პაპაჩემს ასწმია, არც ერთ დოლჩე გაბანას ის შავარ კასტუმები. ხო და მაგით არ მგონია, რომ ადამიანი კნინდება და ვისთვისაც მე დაკნინებული ვარ, ნუ მიყურებთ რა, იმიტომ რომ ვაიმე მეორადი. ვაიმე. ხო და ასე. რაც შეეხება გუშინდელი დამხლელი დღის მერე, დღევანდელი დღეც იყოს საშინლად დამხლელი, აი დილიდან არ გავჩერებული ვარ, მინდოდა რომ ყველაფერი მომესწრო, მინდოდა რომ ერთხელ დასამუგოდამ როგორც იქნა დამელაგებინა ხახრო და დავალაგე. დავამთავრე, ეხა იატაკის მოწმენდაღა დარჩა. და უნდა გამოვიტანო გოგოების ოთახიდან ჩემოდნები, სამივე გავშალო, წინაზე ხო გავშალე, ამოვყარო, რომ თუ რაღაცა დავკიდო, დავაბინაო და ერთ ჩემოდნებიც მოვაშორო გოგოების ოთახიდან და ცოტა იქიდანაც გამოვამსუბუქო ყველაფერი. აი ასე. ამოვიტანე ნაჩნიკი, რომელიც სეკრეტ სანტობას თუ სეკრეტ სანტ, ეგი არა ქვია ბარბარე. თეთრი არ გაქალბატონო დედა. თეთრი გუაში არ ხმარობ ემულსიას. და დაბლა არის რო შეხვალ პადვალში. მაღლა თაროზე დევ ტორუტ იმ ვედრით რა ქვია იმას, სმეტანის ვედრით. ემულსია წყალი ჩაასხი მოურიე და ამაში გადაისხი თუ გინდა ჭიქაში მირეცხება, ჩვეულებრივ ჭიქაში. ოღონდ თხილად კრასკასავით არის, არაფერზე დაგესხას. ხო, ანუ სეკრეტ სანტა არ არის ისა, ხო, ეგ ქვია, ხო,
მაგ დროს მაჩუკა ჩვენმა მასაჟისტმა ეკა და იმის მერე ვიყენებ იდეალურად ბოლოს არის საროჭკებს ხმარო მაგას და სუმაგით მუშაობ და ძალიან მიყვარს მთელი გულით არის დაჩუქარი და იმიტომ მიყვარს ამოვიტანე დავაბძანე და ეხლა აი მე ფეხი მაქვს დაბუჟებული ეხლა გამიაროს 2 წამი ყავაც გავაციე და განახებთ როგორ დავლაგდი და როგორ მივლაგდი ხო რა შეეხება მინდოდა ცოტა დაბნელებულიყო რომ ანუ მარტო შიგნითაგანათებით გადამეღო ეს არის გამჭვირვალე ფარდა როა იქიდანაც სიდანთლე შემოდის მაგრამ არა უშავო ოკეი მაგასაც ეშველება დალაგებას წინ არაფერი ანუ სქელი ფარდა არ იყო მნიშვნელოვანი რომ დამემთავრებინო ლენტი გამეჭრა ეგ და შემოსულიყავი აქ საბოლოო სახე ეს არის გადაადგილება გადმოადგილება აღარ იქნება ფიზიკურად ვერ გადავაადგილებ ამას იმიტომ რომ ეს გასწორებულია და რატომ თარაზოში ზის საწყობს ვერაფერს ვუზავ და შეიძლება ტრილიაჟი ვათრიო წინ და უკან მაგრამ არაფერს არ ვათრიო ძალიან კარგად დგა ხო და მოდი ხა და დავათვალიეროთ ოთახი 2 წამით ფეხმა გამიაროს და მე უედა აი მე მიშველა ხო ამ წერად თქვი უხერხულ კითხვისა უხერხულად რომ ჩაეძიენენ მეთქი რაღაცა ხო თქვი დავბლოკე მეთქი ძალიან ბევრმა ადამიანმა დამიწერა აი მთელი გულით და სულით რომ არინანო და თუ არ მოგწონ შეაცვლევინე რომ ერთმა დამიწერა რომ დივანიო ვინანეო რო არ შევაცვლევინე და ეხლა უყურებს სუვნანოფო და მესმის ეგ თქვენიც ძალიან მაგრად მესმის იმიტომ რომ გუშინ მაგ ჭკვაზე ვიყავი რომ მეთქი მირჩევნია რაღაცა თუ არ მომწონს შევაცვლევინო ჩავიტანო თავისუფლად ჩავიტანდით გამოვიძახებით ისევ იმას და ყველაფერს ან იქვე შევცვლიდი მეორეში მაგრამ იმდენად მომწონს რო არ მომწონებოდა კიდე ხო რამე რო ყოფილიყო კიდე ხო იმდენად მომწონს რომ ზუსტად ვიცი რომ არ ვინანებ და ვინც აი ესე გულთან მიიტანა ჩემი ის და მეუბნეოდნენ რომ შეაცვლევინე თუ არ მოგწონს შეაცვლევინე რომ მერიანა არინანო არ რაღაცა მადლობა დიდი იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ მთელი გულით და სულით იმაზე ნერვიულობით რომ გუში მე ვნერვიულობდი და აი ესეთი ხალხს მინდა გითხრათ რომ მადლობა პირველ რიგში და მართლა არ ვინანებ იმიტომ რომ გუშინ დავწუნდი რომ ეს მართლა კარგია რა მართლა კარგია იმ რაღაცეებს შორის რაც აქამდე მიყიდია ოღონდ მართლა გავასწოროთ ცოტა გოგოებო რომ განახოთ ცოტა მივკრო ავალაშა იყო სასაცილო შემოვიდა და ეს როდის იყიდე ანუ 500 ლარი ხო ნინოს გვესესხე ჩემ ნინოს და ნინოს არ გამოვართვი ფულიო შენ სადღა ქონდა ვთხარი ამისთვის სულ მქონდა კონცდება ხოლმე მოდი ახლა შემოვიდეთ და ვნახოთ ოთახი როგორია აი ესე რიგში ამას გაჩვენებთ, იმიტომ რომ ძალიან მომწონს, აი ძალიან მომწონს ამ გადასახფარებელში მე ვიცი 5 ლარი მეთქი 25 ლარი. ჩემი თვერსასურტი გამოვიტანე. ცოტა ჭიაყელასავით ადგა იქ, მაგრამ არა უშავს. ეს ჩემი გარდირობი ლამაზმანი, რომელიც უკვე რაღაცეები დავაბინავე. ეს ფარდა ძალიან საყვარლად სიგრძე აქვს აი ზედ იატაკთან დაბლა არ ეთრევა საერთოდ სპორტი საკმაოდ კარგად აქვს ასხმული და მე მგონი უკვე ეტყობა როგორიც აი ესეთი კაი გემრიელი სახმარი ფარდა აუცილებლად ვუყიდი სქელს დაახლოებით ან ამ ფერს ან მუქი არ მინდა ან ოდნავ ამისკე ეს ტუმბოები არის ცოტა განიერი
ამიტომ ერთი ტუმბო აქ ვერ ჩავტიეთ და რადგან ეს და ეს ისე ქონდა გაკეთებული რომ საწოლების გარშემო გარე აქეთ იქ უნდა ყოფილიყო მერჩივნა ეს დამედგა ასე და ძალიან მომწონს ნუ იქნება იქ ტუმბო საერთოდ არ მინდა მე იქ ვიყიდი სანათს და შევავსებ ძალიან კომფორტულად ესე ახლა რაც შეეხება აქეთ ამ მხარეს საკეთოთ აქეთ გამოვწიე რადგან ეს დამედგა ძალიან მომწონს ეს კუთხე აი ძალიან მაგრად მომწონს ეხლა ვყურეთ ეს უკვე რა თქმა უნდა ესენი გვაქვს ბევრი აი ასე ძალიან მომწონს აღარ ვიხარხო წინ და უკან აღარ ვიღლი მაკიაჟის გაკეთების დროს თუ რამის დროს თუ ამის დროს თუ იმის დროს აღარ ვიღლი აქეთ იქით საერთოდ და ვიქნები აქ ჩემთვის არაფერი ჯერ არაფერი არ ჩამიდია საერთოდ სუცარიელია ყველაფერი ეს ამის განათება არის ლუსტრა რამდენად მოგწონთ დუჭაღი მე ძალიან აქვს რამდენიმე განათება ეს მაგისია ეხლა რა შეეხება ამის დეფექტს ამის დეფექტი არის აი ეს ნახე აი შუშას რო ჭრი და პატარად რომ მოგიტყდება ზუსტად მასე ხო და აი ეს რომ მოვიცლი კიდე განახეთ და აბა თუ კიდე შეატყობ თუ აქ რამე აქვს ან რამე ქონდა ვერაფერს შეატყობ საერთოდ და უკვე ვიცი რაც უნდა გავუკეთო ეხა არ ქონდა არც რა ქვია ესე არც რაღაცა სკამი და რაღაცა არ აქვს ტრილიაში რა და ვფიქრობ რომ აქ დავდგავ იმას რასაც მე ვფიქრობ ხოდა ჩემმა მამამთილმა მომიტანა პაწაწინა მაგიდა რომელიც დავინახეთ რა ძალიან მომეწონა და თითქოს ამისია ძალიან საყვარელი მაგიდა არ ვიცი რატო დავდგი მაგრამ ძალიან მომეწონა და აქ იდგეს მომავლისთვის ალბათ აქ ტელევიზორს ჩამოვკიდოთ შეიძლება ეგ საახაწლოთ ვიდა ტელევიზორში მოხდობენია მაგრამ აი ასე მორჩა საერთოდ ვერ წარმოვიდგინა რომ აი გამოქვაბულიდან რაც ამ ოთახში იყო და ვინც დიდი ხანია მეყურებდა იცით რა გამოქვაბულშიც ვიყავი ისეთი სარემონტო ოთახი იყო და მიჯერეთ ეს არის რაღაცა საფუძვლად ჩემთვის ძალიან მაქვს კედლები რომლებიც სანაფშპარიელს გავაკრავდით და ხათ გადავიღებ სურათებს და მაგებს დაკითხავ. მადლობა დიდი რჩევებისთვის, უღრმესი მადლობა. თქვენი რჩევები დამეხმარა იმ გადაწყვეტილებაში, რაც მივიღე. ეს კი არის იდეალური რაღაც, რაც აქამდე მიყიდია, არასოდეს არ ვინადებ. არასოდეს არ ვინადებ, იმიტომ რომ ისეთი ოთახი გამოვიდა. მუშებიც ჩვენ ვიყავით. დიზაინერებიც ჩვენ ვიყავით. ფოქსავატი მუშებიც ჩვენ ვიყავით. იმიტომ მივიდით 3 თვე. მე არა მუშაობდა 3 თვეში მოგროვდა ეს ყველაფერი და ეს ყველაფერი მეყიდა. წავედი ხა დაგიტოვეთ იმ სურათებს საიდან რა გამოვიყვანე. წავედი ხა. მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით.